ჯერ იყო, ახლა 1917 წელს მინდა ღვთისმთავარი კირიონ მეორე საძაგლიშვილი, რომელიც მოკლეს ქართველმა მენშევიკებმა, ესე არის ეს ცნობილი, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას რა. ეხლა მე თქვენ სპეციალურად ამოვიღე და მინდა წაგიკითხოთ ეს ამბავი რა. შემდეგ უკვე ამას მოყვებოდა უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდე ოქროპირიძე, რომელიც ძალიან ისე ითხოვდა, შემართებით ითხოვდა, რომ ეს განძი არ გასულიყო საქართველოდან. უბრალოდ ამ მენშევიკურმა მთავრობამ ისევ თავისი გააკეთა და შემდეგ უკვე ლეონიდეც გარდაიცვალა და რა ვითარებაში გარდაიცვალა არ ვიცით ჩვენ, თუმცა დღეს იძახია რომ რაღაცნაირად ავადმყოფობით გარდაიცვალა, მაგრამ ძალიან ბევრს არ ჯერა ამისი და შემდეგ უკვე იყო უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია, რომელიც უკვე შემდეგ ბოლშევიკებმა გაუკეთეს ის, რაც გაუკეთეს ქართველმა ბოლშევიკებმა პირველ რიგში რა. იმიტომ რომ საქართველოში და თბილისში რაც ხდებოდა, ხო, ეს იყო ან მაშინდელი სოციალ-დემოკრატების, ანუ მენშევიკების ამბავი, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრიც მაშინ ნოერამიშვილი გახლდათ და რასაკვირველია, ხა ნოჟორდანიასაც არ ქონდა ისეთი განწყობები ეკლესიის მიმართ, თქვენ იცით რომ აბსოლუტურად სხვა მრწამსი ქონდა მაშინდელ მენშევიკურ მთავრობას და ეხლა მე მინდა წაგიკითხოთ ელემენტარულად თუ შეიძლება ეს კირიონის ამბავი როგორ მოხდა საერთოდ და რას წერს ვიკიპედია, ეს დეკანოზი თალაკვაძე იგონებს. ხმა დაუყარეს რომ თავი მოიკლაო 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირზე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ისეთი ხელით მწოლიარე რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო. რევოლვერი იქვე ეგდო ცხედართან, რევოლვერი დაკეტილი იყო, როგორ თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა, გვერდზე დაიდო, ასეთი დასკვნა გამოუტანა გამოძიება იმის გამო მქონდა პირადი შეტაკება ნოე რამიშვილთან. 1918 წლის ივლისში, როდესაც ანჩისხატის ტაძარში მესვენა უცნაურად ტყვიით განგმირული კათოლიკოსი კირიონი დიდძალი ხალხის დანდასწრებით გადავიხადე პანაშვიდი. ჯერ წარმოვთქვი მეტად აღზნებული სიტყვა იმის თაობაზე, რომ მოწმე ვიყავი ამ არაადამიანური მეფისტოლარული დევნა შევიწროებისა, რომელიც წილად ხვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებებში აღდგენილ მის პირველ კათოლიკოსს. ნიკიტა თალაკვაძე მეჭი მიიტანა მათზე, ვინც იდეურად ამზადებდნენ ნიადაგს პატრიარქის პრელობისთვის. შფოთსა და შუხს აღვივებდნენ ქართულ ეკლესიაში. ამის გამო ნოე რამიშვილმა, რომელიც მაშინ მენშევიკთა მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, დეკანოზი თალაკვაძე გამოიძახა და დატუქსა. ესე იგი, მაშინაც ზუსტად ანალოგიური ამბავი იყო, ესე ვთქვათ, აი მაშინდელი ესე ვთქვათ, სინოდის და იმის პირველი ავტოკეფალიის აღდგენის სურათი მინდა განახოთ, რომელსაც ზუსტად ანალოგიურად იძახდნენ, რომ დიდრები არიან, წვერებიანები, რაღა დროს ეს არის ზუსტად ანალოგიური სიტუაცია, რაც დღეს ხდება რა. აბსოლუტურად ანალოგიური სიტუაცია, უბრალოდ მაშინ იყო ეს გაძლიერებული ამბავი იყო, რომ შემოდიოდა მარქსიზმი და ესე ვთქვათ, გადარეული ყავდათ ნახევარი მსოფლიო ამ პროპაგანდით და დღეს უკვე ამას გაცვეთილი ამბავია, მაგრამ ზუსტად ანალოგიურად ებრძვიან ამ ყველაფერს რა. ხო და ამიტომ აი ეს რა ქვია, თუ შეიძლება რომ ვანახოთ რა, მაყურებელს ეს მიმართვა. ეს არის მიმართვა მისი უწმინდესის და უნეტარესის მიმართვა არის სახელმწიფოზე, რომ ეს ითხოვს, რომ ესე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეხლა ამის წაკითხვას აღარ დავიწყებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ანჩისხატის გადაბრძანება, ესე ვთქვათ, ანჩისხატის ტაძარში.